აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია უძღვებოდა. გამომსვლელებმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და საგალობლები. დღეს უფრო მეტად ვაფასებთ ჩვენ იმ მონაპოვარს, რასაც ავტოკეფალიის აღდგენა ქვია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას წინ უძღოდა ავტოკეფალიის აღდგენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განაპირობებს ასევე ეკლესიის წინსვლა და ძლიერება, ასე რომ დღეს ყველა გამოსვლელმა, ყველა მონაწილემ გაიაზრა ის უდიდესი მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნისათვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აქვს. ღმერთმა დაგუცოთ. დიდი დღესასწაულია, იმიტომ რომ ავტოკეფალია არის ჩვენი ერის თავისუფლების გამომხატველი. თუ აქამდე მოვიდა ქართული გენი, ქართული ენა, ქართული მენტალიტეტი, ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი გადარჩენის არის ქრისტიანობა. ურწმუნოება გავს ყინულს, რომელმაც შეიძლება ერთ ადამიანს გაუძლოს, მაგრამ ერი აუცილებლად გადაიჩეხება. პატრიარქმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა მოგცა კიდე ერთხელ საშუალება გადარჩენის. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ კოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და დევდილი საზოგადოება ესწრებოდა.